ბავშვი რომელიც ფეხბურთზე დადის, თითოეული დღის მიზანი აქვს, რომ გაიღვიძებს, რაღაცა უნდა გააკეთოს რა, რაღაც დიდ საქმეს აკეთებს. სანამ ისინი შემოვლენ დარბაზში, მათ ყველამ იცის რომ შაბათ-კვირას აქვთ ვარჯიში და ძალიან უხარია. რომ მოდიან ზოგი მეხუტება, ზოგი ხელი-ხელზე მომარტყავს, ზოგი რაღაც სხვადასხვანაირად გამოხატავენ, კომუნიკაციიდან გამომდინარე. ამიტომ ეს უკვე სისტემატიურად იქცა 2017 წლიდან. წლებია ყველა დღე იწყება ბავშვებთან კომუნიკაციით, მათზე და მათ მომავალზე ფიქრით. ის რაც წლების წინ გიორგი ციხისელს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, დღეს რეალობაა და ამ რეალობით არაერთი ბავშვის ცხოვრებას ცვლის. მე მინახია ეგეთი რაღაცა, რომ მშობელს ეჩხუბება გარეთ, არ ზოგი ტირის, აგრესიულ ფორმას გამოხატავს და ასე შემდეგ. მაგრამ მე შემოსულა კიდევაც ის ბავშვი დარბაზში. ჩვენთან კომუნიკაციას დაუმყარებია ვარჯიშებში ჩართულა. აქ არ არის პროფესიონალურ დონეზე, როგორც მაგალითად კვარას PSG და ან ჯორჯიკას ისე ლიონი და ისინი ვარჯიშობენ, არ არის. ხო, აქ არის გართობითი ხასიათის ვარჯიშები, კომუნიკაცია რო შედგეს ბავშვთან და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბავშვი აქედან წავიდეს ნასიამოვნად. საკუთარი თავისთვის დაკისრებულ მისიას წლებია არ ღალატობს, მწვრთნელი სტატუსით საკუთარ წარსულზეც ფიქრობს. დროზე როცა ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა. თავად თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო და მონაცემების გათვალისწინებით ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. თავიდან ფეხბურთზე რომ მივედი, იყო აი როგორც თითქმის ყველა ბავშვისთვის გართობითი ხასიათი. ოჯახშიც ეხლა ჩემთან ფეხბურთი უყვარს, ჩემს მასაც, მამაჩემსაც, ხოლმე ეს ფეხბურთი უყურებ სახში. მივხვდი 12-13 წლის ასაკში, რომ ბოლომდე მივყოლოდი. უბრალოდ ერთი სიტუაცია იყო საბერძნეთში თამაშის დროს. ოლიმპიაკოში დანიშნეს ესეთი უკრაინელი მწვრთნელი იყო ცნობილი პროტასოვი, რომელიც თამაშობდა ადრე იტალიის ერთ-ერთ კლუბში. უკვე მოლაპარაკებული იყო, რომ ერთ კვირაში, ორ კვირაში ამ კლუბში უნდა გადავსულიყავი სინჯებზე და ის მოხსნეს. ჩემი თავარი წარმატება იყო, რომ ავსტრიაში ტურნირზე ვიყავით და მე მივიღე იქ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება და მომცეს თასი სახში მაგ დღემდე. თასთან ერთად მოგონებებსაც ინახავს. თამაშობდა უკრაინასა და საბერძნეთში, მაგრამ 2007 წელს სხვადასხვა მიზეზის გამო ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. სინანული ჰქონდა, მაგრამ სპორტში საკუთარი თავი ახალი სტატუსით იპოვა. 2013 წლიდან დავიწყე სამწვრთნელო კარიერა. დღემდე ეხლა წარმატებით მოვდივარ, შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ბევრი ბავშვები გვყავს რა. ბავშვებს დიდ და ვასწავლით ფეხბურთს და არა მარტო ფეხბურთს. პირველ რიგში კაცობას და ადამიანობას. წლების განმავლობაში სხვადასხვა გუნდთან ერთად მუშაობდა. 2017 წელს კი კიდევ ერთი იდეა დაიბადა. ჩვენ რახან მქონდა ფეხბურთის კლუბი ფორვარდი. მე და მამაჩემო ვიფიქრეთ, რომ შეიძლებოდა თუ არა გაგვეკეთებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ფეხბურთის გუნდი, სპორტული კლუბი. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით ეს როგორ უნდა გაგვეკეთებინა რა. შესაბამისად, ჩემი ნათლულის შვილი, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული, იმან მომაწოდა იდეა 2017 წლიდან დღემდე ფეხბურთის ფედერაცია სისტემატურად გვეხმარება. შვილები თვითონ არ ამყავს, მაგრამ ამ ბავშვებს მე ვუყურებ როგორც აი ჩემ ძალიან შინაურ ადამიანებს. არის ოჯახი რომ აი მივდივარ და ვქეიფობთ და ერთად ვსვავთ და ეს ბავშვი მოდის და მეხუტება. ეხლა რამხელასი, ჩემთვის რამხელასი ამოვნება ესეთი ურთიერთობა და თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა მშობლების გულში და თვალში რანაირი სიტუაციაა და როგორ ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. მე არ მბეზდება და არც არასოდეს არ მომეზდება ხე სხვა კაი საქმე რა უნდა გააკეთო. რო ვფიქრობ, მე მგონი არაფერი. აქ უყვართ ფეხბურთი, ქართველი ფეხბურთელები და ყველა წარმატება, რომელიც მათ შესახებ ესმით. მათი გადაცემაც ისევ სპორტის ამ სახეობას უკავშირდება. ნახატები, რომელსაც ისინი თვეების განმავლობაში აგროვებენ, ახლა მთავარ ადრესატებს ელის. მე ქალტადისთვის მინდა. ამარდასთვის, კვარასთვის, შეკვასისთვის. ჩვენ ძალიან გვინდა რომ ყურადღება მიაქციონ აი ნაკრების ფეხბურთელებმა ჩვენ ბიჭებს რა, ჩვენ ბავშვებს, იმიტომ რომ ის როგორც მთელ საქართველოს ისე ამ ბავშვებს ძალიან უყვართ ეს ნაკრების ფეხბურთელები. აი მაგალითად კვარა უყვართ, მიქაუტაძე უყვართ, ყველა უყვართ, ყველა. მშობლებსაც ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები მოვიდნენ ამ ბავშვებთან და ჩვენ საგადრისად დავხვდებით. კიდე ერთი საკითხია, მე რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთმა ბავშვმა დანი მაჩიტიძემ დახატა კვარას სურათი, ნაპოლიში რო იყო, 2 სურათი
და მე რამდენადაც მეუნებიან ფეხბურთის ფედერაციიდან ეს ოჯახს გადასცეს. ძალიან გამიხარდება თუ ეგრეა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც კვარას ვცემთ პატივს, ისე მის ოჯახს ვცემთ და ისე მაგ ბიჭებს ყველას. ყველა ნახატი ნაკრების ფეხბურთელებს ელოდება, რომ ბავშვებმა სიყვარული და ემოცია ამ საჩუქარს გაატანონ. თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ზესტაფონი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე და ზუგდიდი. გიორგი ციხისელს გუნდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ჰყავს. ჩვენ გვინდა მასშტაბური ტურნირი ჩავატაროთ, რომ ყველა ქალაქი იყოს ჩართული. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ადამიანს, აი ამ 7-8 წლის განმავლობაში, ვინც ჩვენ დაგვეხმარა. ეს იქნება კომპანიები, ეს იქნება ორგანიზაციები, ეს იქნება კონკრეტული ადამიანები. სამომავლო გეგმა ისა, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ბავშვები. სანამ შევინარჩუნებთ ღმერთის წყალობით და ამ კეთილი ადამიანების წყალობით, ძალიან კარგი იქნება. და ხა სხვა ხელი რამ უნდა შეგუშალოს. თუ რამე მომივამე, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია რამე მომივიდეს. რა ჯანმრთელად ვარ და ჩვენ რასაც ვაკეთებთ, მე არაფერს არ ტრაბახობ და არც ეხლა ჩვეულებრივი ერთი გიორგი ციხისელი ვარ, რა, თბილისელი ბიჭი ვარ, ქართველი ვარ და მაგრამ მე ამაყება რომ ქართველი ვარ და უდიდეს საქმეს ვაკეთებ და მე მინდა რომ ეს სოფლიომ გაიგოს. მაგალითისთვის მინდა ვთქვა რომ ამერიკაში მაიამი ბიჩი ქვია, მე მგონი იმ დასახლებას, იქ არის აუტისტური გუნდი ფეხბურთის, ეგ ვიცი. თუ მოხერხდება რამენაირად ჩვენი დაკავშირება და ჩვენი თანამშრომლობა, ეს კაი იქნება რა. ევროპაში მე რამდენადაც ვიცი, არ არის ეგეთი რამე. დღეს გიორგი ციხისელის ყველა მიზანი ისევ ფეხბურთს და ისევ ბავშვებს უკავშირდება. ყოველთვის ფეხბურთით ვიქნები დაკავებული და შესაბამისად როგორც ტიპიური განვითარების ბავშვებში ვიქნები, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში ვიქნები, ვიმუშავებ და რავი, ჩემ ქვეყანას ალბათ გამოვადგები რა, ეხლა რაღაცით გამოვადგები, იმიტომ რომ ეს მარტო გიორგი ციხისელის საქმე არა, ეს ქვეყნის საქმეა. დღეს მადლობელია ნდობისთვის, საქმეს რომელსაც წლებია ემსახურება აგრძელებს იმედით, რომ ბავშვებთან მეგობრობას გააგრძელებს და ყველა ოცნებას მათთან ერთად ერთ დღესაც რეალობად აქცევს.